საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ოზურგეთში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტი ამოქმედება. პროექტი 400 ადგილობრივს დაასაქმებს, კომპანია პროდუქციის 90% ექსპორტზე გაიტანს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,7 მილიონი ამერიკული დოლარია. 3 წლის განმავლობაში ეს კომპანია დაკავებული იქნება ქართული მოცვის ექსპორტით. საზოგადოებრივ ამის გამოცდილება უკვე არის, მოხდება გადაიარაღება პრაქტიკულად ახალი დანადგარების დამონტაჟება, რომელიც მოგცემს საშუალებას მოახდინოთ კალიბრაცია, შემდეგ შოკური განყიდვა და ევროპული სტანდარტებით ამ მოცვის მომზადება იმისათვის, რომ ევროპულმა მომხმარებელმა ქართული მოცვი მიიღოს. პირველ რიგში ხაზი უნდა გაეშვას, რომ ეს გახლავთ კიდევ ერთი ინვესტიცია, ვინაიდან დღეს ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, განსაკუთრებით აგრარულ დარგში. მე მინდა გითხრათ, რომ ვარიკი თავის დროზე იყო ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც გაბედა ლურჯი მოცვის მოყვანა და შესაბამისად შედეგი და წარმატება სახეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ეს გახლავთ საკმაოდ მაღალი მოთხოვნის პროდუქტი ევროპაში. პროექტი აქცენტირებულია ძირითადად ექსპორტზე. ეს შეუწყობს ცხოვრება შემოდინებას ქვეყანაში, რაც დღეს ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად გინეულია ჩვენი ეკონომიკისთვის. და ასევე ხალხის დასაქმებას. პირველ რიგში იქნება რომ დასაქმება 150 ადამიანი.